ექსკლუზიური ფარული ვიდეო ჩანაწერი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით. როგორ იკერებოდა ფოტოგრაფების საქმე, პირდაპირ ეთერში ლანა ბერიძე დეტალურად ისაუბრებს. ლანა, რა მასალაზეა საუბარი და ვის მიერაა გადაღებული? თორნიკე, ექსკლუზიური კადრები, რომელიც ჩვენ ახლა დაანონსი, არის გადაღებული გდანის მერვე დაწესებულებაში, სადაც ფოტორეპორტიორების საქმეზე ჩვენ რამდენიმე წუთში შეგვიძლია კადრში ვნახოთ, თუ როგორ აიძულებდნენ გიორგი აბდალაძეს, რომ მას აცილება მიეცა თავის ადვოკატებთან დაკავშირებით. ეს კადრები გიორგი აბდალაძეს მიაწოდა ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ჩაუვარდა ხელთ აღნიშნული ფარული ჩანაწერი. აბდალაძის გარდა არსებობს ასევე ზურაბ ქურციკიძის ფარული ჩანაწერი, რომელსაც ასევე აცილებას აიძულებენ საკუთარ ადვოკატებთან დაკავშირებით, მაგრამ ვიდრე ზურაბ ქურციკიძესთან დაკავშირებით ვისაუბრებდით, მანამდე ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ თავად გიორგი აბდალაძეს, რომელიც დეტალურად მოგვიყვება კონკრეტულად როდის არის გადაღებული ეს ფარული ჩანაწერი და ვის მიერ. მანამდე კი შეგვიძლია ვნახოთ ეს ჩანაწერი და შემდეგ გავესაუბროთ გიორგი აბდალაძეს. გასულშენ წერამდელი შენი ადვოკატების კონსულტ. დავიცავთ ამასვიდა. მოკლედ ეს სიტუაციაა რა. უნდა მისი აცილება შენი სამართლით. და შენ ინტერესებს დაიცავს სხვა ადვოკატი. დამბრძოლა პროფესია. ანუ როგორ გაიქო მაგას კიდე ზედმეტი ფაქტი რა, ეგრეჟულია რა. ეხლა პროცედურულად ესეთ რაღაცას დავაკეთებ. ჩვენ დაიწყეთ განცხადება საუნჯების სახელზე და ტექსტამდე ესე გამოსცემ რომ ჩაიწერე მას ეჭვი დაიგიხო. და იყო რომ 21 ივლისს ჩემი დაკითხვის დასრულების შემდგომ როგორც იყო პროკურატურას მიმართ განცხადებული საფრთხეში თამბი გაგონების თავზე. და ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატები ბესელია მაჭარაშვილი, ჩინჩალაძე და ჩიკოვანი არ გამეთანხმდნენ. და მნიშვნელოვანი უარი გააფიქსირა ჩემს განცხადებაში. ვინაიდან ჩემი პოზიცია არ ამსაუბრა ადვოკატების პოზიციას და ისინი მოქმედებენ ჩემი ინტერესების საწინააღმდეგოდ, მას მიმართ ვაყენებ აცილებას და არ მსურს მას დაიცვან ჩემი ინტერესები. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ მნიშვნელოვნად საყოველთაობის ადმინისტრაციის წინაშე ნება გამთომ ვისარგებლო სატელეფონო ზარით, რათა ჩემი ინტერესების დასაცავად მოუწვიო ჩემი ნაცნობი ადვოკატი. მიიღდათ ხამათად. ეხლა გეტყვი ეს რატოა შენი ნაცნობი ადვოკატი და რატო არის ეს მიიღდათ ხამათად. მედი იმისთვის რომ მე დამატებით შეკითხვები არ იყო და როგორც იციან ხოლმე ჩემ ადვოკატებმა და როგორ ანაირად ეს არის საფუძველი იმისა რომ შენ მოიწვიოს სხვა ადვოკატი. და ეს ლონჯობი ჩვენ რომ ეს მიიღდათ ხამათაზე არის ვითომ იცნობ შენ ადვოკატს, ანუ შენ ძველი ნაცნობია და მინდა რომ შენ ინტერესები დავინაიდან იმას დაიწყეს ვერან დრაგის სამოში, მინდა რომ შენ ინტერესები დაიწყო შენმა ადვოკატმა. ხო და ნაცნობია და მაგით დახიან. აი ამის საფუძველზე ამას შენ ადვილად ადმინისტრაციას ხო ჩაოლები როგორც წესი დარიგია ადმინისტრაცია უზამის გამომძიებელს და გამომძიებელი შემოდის წერილით აქ და გეუბნებას თავს ანუ ხტავს შენ რომ ისარგებლო სატელეფონო ზარით რომელიც უკრება შენ კანონის გავს. ამის შემდეგ შენ ურეკავ უკვე ამ კამადაძეს და ეუბნები რომ მე ვარ გიორგი აბდალაძე როგორ ახლა მოიხავ ჩაოლებრივ მე ვარ გიორგი აბდალაძე და მსურს რომ მე ვარ ანუ დაგალებული ამადამ ბრალდებით ვარ საპრობლემაში და მსურს რომ ჩაერთო ჩემს საქმეში და ჩემი ინტერესები დაიცვა დღეიდან. თქვენ ახლა მოისმინეთ თუ როგორ არიგებს კუდის თანამშრომელი გიორგი აბდალაძეს რომ რა უნდა გააკეთოს მან იმისთვის რომ აცილება გააკეთოს თავის ადვოკატებზე და მათთვის სასურველი ადვოკატს დაურეკოს და მას თხოვოს მისი უფლებების დაცვა. ჩვენ შეგვიძლია ახლა გიორგი აბდალაძეს დავუსვათ რამდენიმე შეკითხვა. გიორგი, უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ როდის არის ეს ჩანაწერი გაკეთებული, როგორც ვიცი ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი თქვენი დაკავებიდან და იმ ჩანაწერებიდან რაც არსებობს. მანამდე ვიდრე ამ აცილებაზე მოგთხოვდნენ თქვენ რომ აცილება გააკეთებინათ ადვოკატებზე, რა საუბარი უძღოდა ამ ყველაფერს წინ რომელსაც ჩანაწერი დეტალები რომ მოგვიყვეთ კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი ჩვენი გლდანის ციხეში ყოფნის პერიოდის, მაგრამ მასალები არის სრულად უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ სხვა დანარჩენს, ანუ ყოველი დღე არის ასახული ამ მასალებში და არ არის მარტო ჩვენი საქმე, აქ არის უამრავი საქმე, ის რაც ითითხნებოდა ყველა საუბრები იმის თაობაზე თუ როგორ ხდებოდა აღიარების ჩვენების მიღება ყველა ბრალდებულთან დაკავშირებით მემოქმედებაში ფოტორეპორტერების საქმე და არა მარტო იმიტომ რომ მე რაღაც ეპიზოდი მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ნანახი ენვერის საქმის
და უახლოეს მომავალში საჯაროდ გავხდით ამას. მე მინდა მადლობა უთხრა იმ ადამიანს, ვინც მე მომაწოდა ეს მასალები, იმიტომ რომ საკმაოდ სარისკოც იყო ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ის ადამიანიც გამოიმარჯვებს თავის სახეს და ეს საქმე სულ მალე პროკურატურა ალბათ დაინტერესდება და გამოძიებას ჩაატარებს. აქ შეგეკითხებით სპეცოპერაცია ნვერი ახსენეთ კონკრეტულად რა კადრები გაქვთ თქვენთან ნახე და იმ კადრებში ვინ რა სიტყავს ანუ თუ არიან მაღალი თავმდებობის პირები თუ ჩანან ამ ჩანაწერებში. საკმაოდ ბევრი მაღალ ჩინოსანი ჩანს და უახლოეს მომავალში საზოგადოება იხილავს ამ კადრებსაც. და ფარდა აიხდება ყველა იმ სიცრუეს, რასაც ჩადიოდა იმ პერიოდში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ასრულებდა სხვა დანარჩენი პირები. ან თქვენ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი რაც ჩვენ კადრში ვნახეთ და ეს არის ერთი ეპიზოდი მე ისევ აღნიშნავ მაყურებლისთვის უშუალოდ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით ხორციელდებოდა და თქვენი აზრით კიდევ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული? მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ეს საქმე მივა უშუალოდ ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილის დონემდე, იმიტომ რომ უშუალოდ მათი ბრძანებით და მათი ზედახედველობით ვიყავი ჩვენ დასჯილები და დაპატიმრებულები. ამ კადრებით ყველაფერი იქნება გარკვეული უკვე ყველაფერი თუ როგორ ხდებოდა გდანის ციხეში აღიარებით ჩვენების მიღების პროცესი სამივესთან მიმართებაში ჩვენთან და სხვა საქმეებს რაც შეეხება მე მხოლოდ რამოდენიმე კადრი მაქვს ნანახი აქედან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ მაგრამ იმ კადრებითაც უკვე აშკარა ჩანს რომ როგორ ითითხნებოდა ეს საქმეები ჩვენ ნახეთ ერთი ეპიზოდი. აი ვიდრე შეგიყვანდნენ იმ ოთახში, სადაც უკვე წაგიკითხეს ის ტექსტი, რომელიც თქვენ უნდა გაგეხმოვანებინათ თქვენ ადვოკატებთან და ასევე მომავალ ადვოკატთან. მანამდე რა საუბარი უძღოდა თქვენთან ამ ყველაფერს? თქვენ დაახლოებით თვენახევრის წინ დაარღვიეთ დუმილ და ვრცელი ინტერვიუ მიეცით, მაგრამ ვისაც არ უნახავს, იქნებ მათთვის თქვათ, ფსიქოლოგიური ზეწოლაზე იყო მაშინ საუბარი, კონკრეტულად რა ზეწოლას ქონდა ადგილი და როგორ მიხვედით აი ამ ყველაფრამდე რომ აცილება მიეცით ადვოკატებზე? მე მინდა გითხრათ რომ ეს კადრები უშუალოდ აი ეს კადრები რომელიც დღეს იხილა ტელემაყურებელმა ეს არის გლდანის ციხიდან გამოსვლის წინა დღე, როდესაც ბესელიამ ადვოკატმა ერთ-ერთმა მოითხოვა საქმის გაცნობა, როგორც ჩემი პირადი ადვოკატი. საღამოს მითხრეს რომ დამეწერა აცილება ამ ადვოკატებზე და შემდგომში მეორე დღეს გამოვიდოდი საპყრობილედან. და რაც შეეხება აღიარებით ჩვენების მე არაერთხელ მithქვამს კიდევაც და ეს გაზეთშიც დაიწერა თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები გლდანის ციხეში და უახლოეს მომავალში კადრებსაც რომ ვიხილავთ იქ ყველაფერი გარკვევით იქნება ნათქვამი თუ როგორი ფსიქოლოგიური ზეწოლის აქ ჩემს ფიზიკური შეხება არ ყოფილა მაგას თავიდანვე ვამბობდი და არც მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მივეცით თითოეულმა ჩვენთაგან მე ვერ ვიტყვი ქურციკიძეზე და გენდენიძეზე იგივეც იმიტომ რომ მე ვიცი რომ ფიზიკური შეხებაც იყო მაგათთან მიმართებაში და ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში დამტკიცდება. გიორგი ზურაბ ქურციკიძეს და ირეკლი გედენიძეს აქამდე არ უსაუბრიათ ხმა, მაგრამ როგორ ფიქრობთ უკვე ამ ფარული ჩანაწერების შემდეგ თუ გქონდათ მათთან კომუნიკაცია, აპირებენ თუ არა დუმილის დარღვევას ეს ორი ადამიანი და თქვენთან ერთად უკვე პროკურატურაში აი ამ საქმეების შეტანას და თქვენ დაახლოებით 2 კვირის წინ გითხარით რომ აპირებთ შეიტანოთ განაცხადი, მაგრამ ჯერჯერობით არ შესულა, ხომ არ მოხდება ეს დღეს და დღეს ხوار შეიტანთ ფარულ ჩანაწერთან ერთად? ხვალისთვის ჩვენ ველოდებით ადვოკატს, რომელიც იურიდიულად ჩამოგვაყალიბებინებს განაცხადს და შემდგომში ყველა მტკიცებულებებთან ერთად გადავცემთ პროკურატურას და ის შემდგომში მიიღებს ნომერს, ალბათ გამოიძიებს ამ საქმეს. და უნდა ელოდეს თუ არა ჩვენი მაყურებელი დამატებით ახალ კადრებს უახლოეს მომავალში იგივე თქვენ საქმესთან დაკავშირებით? მე იმედი მაქვს, რომ ის პიროვნება, რომელმაც მომაწოდა ეს კადრები, ყველა და სრულ ვერსიას გადმომცემს უახლოეს მომავალში და ეს გახდება საჯარო. მე ამას პირდები ყველა მაყურებელს, რომ ყველა იხილავს ყველა კადრებს აბსოლუტურად რაც კი იყო გადაღებული ჩვენთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში გიორგი აბდელაძე საუბრობდა დღის მანძილზე და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ჩვენ უფრო ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ გიორგი აბდელაძესთან. მანამდე კი იგივე ფარული ჩანაწერი არსებობს ზურაბ ქურციკიძესთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე თხოვენ ადვოკატზე აცილების გაკეთებას და მე შემიძლია ხა ეს კადრები პირდაპირ ეთერში შემოგთავაზოთ. ეს სიტუაცია გამომჟღებელი ტელეფონით არ დაგარეკია, გადაგიყვანენ კორპუსზე. იქ ტელეფონი რო არის. ანუ ადმინისტრაცია ნება დახტოვო დაურეკო, ეხლა მე ტელეფონის ნომერი დაგიწერ, აგერ არის ტელეფონის ნომერი. და დაურეკე შეულებრივ, ანუ ტექსტი დაიწყე მასე რა, რომ ახლა როგორ ახარ, მე ვარ ზურაბ ქურციკიძე, ვარ ნუმერო საპრობილეში, მინდა რომ ჩემი ინტერესები დაიცვა შენ, ვარ გალდებული თქვა ამოღლი და მინდა რომ ჩემი ინტერესები შენ დაიცვა
და ესო ჩაერთი ამ საქმეში. მისი დაგიგოს რაღაცა ლაპარაკობ და დრო განუჩნდეს რა. ანუ ეცადება იცოდა და თეორიული შინაურული საუბარი რო გაუშვა რა, ცოტა ეხა კახათთან განდები დიდი რამე ეგეთი რამე არ გინდა. ვითომ ისნო რა. მე შინაურ გაწოლი რო არის თორე. იმან იცის ეგ პრობლემა არ გაუგვიდება, დაგიგოს შეუძლებელი ვიცი. ჯოარი უკუნი შანსი არ არის. შანსი არ არის. ხო. ანუ გაიგეს რა პრობლემა. არა, მე არ გადაგუნდები, შენ შეუძლებელი ანუ მე მოგე კახრამაჯო როგორ ახლა კურსიგიზე და პასაპორტში ვარ და ანუ ჯაშობის ვარდი ვარ დაგავებული და გამიმხრო მინდა რომ შენ დაიცო ჩემი ინტერესები ვინაიდან მე კი მყავს ადვოკატები მაგრამ მინდა რომ შენ დაიცო ჩემი ინტერესები მინდა რომ ვიცნობ გენდობი და ასე შემდეგ რა დანჩეთ ისე მაგალითად ლაპარაკი რაღაც ნახევარი კუთხის ამბავი რომ იყოს რა ამ ჩვენ სამოვიცდრო ჯენერაციამ დანარჩენი ყველა უნდა იცოდეს რომ იცნობს ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძის ამ ფარული ჩანაწერის გარდა კიდევ არსებობს როგორც საუბრობს ეს ორი ადამიანი ერთმანეთში ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით და ამ ფარულ ჩანაწერსაც ჩვენ მომდევნო საინფორმაციო გამოშვებაში ცლად შემოგთავაზებთ ასევე ჩვენი ინფორმაციით როგორც გიორგი აბდალაძემ გითხრა იგივე ფარული ჩანაწერი არსებობს ირაკლი გედეინძესთან დაკავშირებით თუმცა ეს ჩანაწერი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს მაგრამ იმედია რომ ეს ადამიანი მის გიორგი აბდალაძეს მიაწოდა აღნიშნული ჩანაწერები დამატებით დეტალებსაც გაასაჯაროებს ჩვენთვის ამასთან დღესვე მე როგორც ვიცი ადვოკატები გეგმავენ რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გააკეთონ განცხადება და მიმართონ პროკურატურას ფოტორეპორტიორებთან ერთად ამასთან ჩვენ შევეცდებით დღის განმავლობაში შევეცადოთ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაუკავშირეთ და მისი კომენტარი მოვიპოვოთ თემაზე ვინაიდან თქვენ მოისმენთ რომ გიორგი აბდალაძე უშუალოდ ვანო მერაბიშვილს ადებს ხელს და ამბობს რომ მისი მითითებით ხდებოდა აღნიშნული ფსიქოლოგიური ზეწოლა ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით ამასთან შევეცდებით რომ მასშტაბი ადმინისტრაციის უფროს შოთაუტიაშვილსაც დაუკავშირდეთ ამიტომ დაგველოდეთ დღის მანძილზე ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით საინტერესო დეტალებს შემოგთავაზებთ. მადლობა ლანა სკანდალური ვიდეო ჩანაწერის დეტალებზე ლანა ბერიძე საუბრობდა.